დღეს ჩვენ ვდგავართ შესანიშნავი სასახლის წინაშე, რომელიც იტალიის სოფლის გულშია დამალული, ვენახებითა და მშვიდი, ტალღოვანი ბორცვებით გარშემორტყმული. ეს ადგილი მაშინვე გრძნობას გვიჩენს, თითქოს სხვა ეპოქას ეკუთვნის, მაგრამ ნამდვილი ისტორია მხოლოდ მაშინ იწყებს თავის გამოვლენას, როცა ლუკა და მე შიგნით შესწავლა დავიწყეთ. ოთახიდან ოთახში. ის სავსეა ფოტოებით, დოკუმენტებით, წიგნებით და პირადი ნივთებით. თითქოს ოჯახი ერთ დღეს უბრალოდ წავიდა და აღარასოდეს დაბრუნებულ. რაც უფრო ღრმად შევდიოდით სახლში, მით უფრო მეტ თავსატეხის ნაწილს პოულობდით ჩვენი გამოკვლევის შემდეგ. დოკუმენტების შესწავლას, რომლებიც აქ აღმოაჩინეთ და ამ სასახლეში ოდესღაც მცხოვრები ადამიანების შესახებ ფართო კვლევას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეთ. ნელ-ნელა კი საინტერესო ისტორია გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ ოჯახმა, რომელიც აქ ცხოვრობდა, თავის ცხოვრების დიდი ნაწილი მედიცინასა და კვლევას მიუძღვნა და მიუხედავად იმისა, რომ ერთმა კაცმა თავის საქმიანობით ფართო აღიარება მოიპოვა, რაც უფრო ღრმად ვიკვლევდით ამ ადგილის ისტორიას, მით უფრო ხვდებოდით, რომ ამ ამბავს გაცილებით მეტი გქონდა ვიდრე თავიდან ჩანდა. დღეს კიდევ ერთხელ ვიმყოფებით მშვენიერ იტალიაში და კიდევ ერთხელ აღმოაჩინეთ შესანიშნავი სასახლე. ხო, ეს ბეღელია, სასახლე კი მალე გამოჩნდება. მაგრამ ეს ადგილი ადრე ეკუთვნოდა კასტელანის ოჯახს, თუ სწორად ვამბობ. მგონი და ისინი თაობების განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ. ჩვენ შეგიყვანთ ამ ადგილას და აქ ძალიან ბევრი მაგარი და საინტერესო რამაა, რაც უნდა გაჩვენოთ. შევიდეთ. კი, ძალიან მიხარია, რომ შეგიყვანთ შიგნით, რადგან პირველი რამ, რასაც გაჩვენებთ, უკვე აქაა. ეს არის რაღაც, რამაც პირდაპირ გაგვაოცა, როცა ამ ადგილას მოვედით. კარგი, კასტელანის ოჯახი ძალიან მდიდარი იტალიური ოჯახი იყო და როგორც უმეტეს მდიდარ იტალიურ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ სასახლეები და ყველაფერი, მათაც ჰქონდათ ძალიან დიდი ღვინის წარმოება. ჩვენ ჩამოვედით ამ კიბეებზე და უყურებდით ამ ბეღელს აქ. და აქ პირდაპირ 20-მდე ესეთი უზარმაზარი ღვინის კასრი. იმ დროს ისინი უზარმაზარ რაოდენობას ღვინოს აწარმოებდნენ. გონი ეს ნომერი 30-ია. ასე რომ, ხო, ეს რამეს ნიშნავს. ალბათ უბრალოდ კასრების ნუმერაცია. ხო, ალბათ აქ უნდა იყოს. აქ არის 28-27. ესენი ნამდვილად არ არის ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე გვიპოვია, მაგრამ მაინც დიდია, ბევრი და ძალიან დიდი. და ის ტრაქტორიც კი აქ არის დარჩენილი. დევიდ ბრაუნი. ეს ძველი ტრაქტორია. ნამდვილად. ვაიმე, ეს ამერიკული ბრენდია მე. მგონი კი, არც მე მსმენია ამის შესახებ, მაგრამ მგონი კი. ეს კასრი ძალიან მომწონს, გინახავს? ის ნახევარი ზომისა. და უცნაური ფორმისაა. ხო, განსხვავებულია, წინა მხარეს. ოვალური ფორმისაა. ვა, საინტერესოა, რატო? და კიდევ ჰქონდათ ასეთი მინის ბოთლები, რასაც ხშირად ხედავთ სამხრეთის ქვეყნებში, იტალიაში, პორტუგალიაში, მაგრამ ასევე ესპანეთშიც. ღვინის დოქები. ხო, ისინი დაახლოებით 50 ლიტრ ღვინოს აწიდებს, ხო ასეა? ხო, ზუსტად არ ვიცი რამდენს, მაგრამ ხო. ეს არის ეტიკეტები, რომლებიც ადრე კასრებზე ეკვრებოდა. Z წერია ვინო და აქ წერია 100 GR, რაც არ ვიცი რას ნიშნავს. გრამი ალბათ. გრამი. და საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ წელს მიუთითებდნენ. აჰა, კი. და ახლა შევდივართ ბეღელის კიდევ ერთ ნაწილში. და აქ აქვთ ასეთი უფრო ახალი ღვინოები. ამას რას ეძახით? ღვინის საცავს. საცავსაც. ხო, არ ვიცი. ესენი ცემენტით არის გაკეთებული. მაგრამ ესენი სულ სხვანაირია. შეიძლება ესენი ღვინისთვის არ არის, შეიძლება ზეითუნის ზეთისთვის ან მსგავსი რაღაცებისთვის იყოს. ხო, მაგრამ მეც ვარაუდობ ხო და არანაირი წარმოდგენა არ. შეიძლება კომენტარებში ექსპერტიც გყავდეთ. შეგვატყობინეთ, ესენი ღვინისთვისაა თუ სხვა რამისთვის. მე მაინც არ მგონია, რომ ეს ღვინისთვისაა. ხო, მეც ეგ შეგრძნება დამჭა, ესენი ძალიან დიდია რაღაც ეგ. ზუსტად. ასე ხურავმათ. საინტერესოა. მათ მანქანაც კი აქ დატოვეს. რა მარკაა მასზე? უბრალოდ მიყვარს ეს. წინა მხარე Dodge Challenger-ს გავს და უბრალოდ ძალიან ლამაზია, საოცარია. ჩემთვის რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს ნამდვილად ფერია. ვფიქრობ ძალიან განსაკუთრებული ფერი აქვს.
ეს მართლაც ძალიან ლამაზი ლურჯია. და თვითონ ძრავიც კი, ხო, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ყველაფერი დავათვალიეროთ ამ ადგილას, ამ მანქანაში. ძალიან მარტივად გამოიყურება ძრავი იმასთან შედარებით, რაც დღეს გვაქვს. და სალონი ისევ იდეალურად გამოიყურება. ვაუ. შეხედე ამას. ვაუ, მართლა ესეა. ეს ძალიან ლამაზი მანქანაა, ტყავის სალონით და ყველაფრით. ეს უკვე რაღაცა. მაგრამ ასევე რიცხვები აქაც გრძელდება 7, 6, 5, სანამ ერთამდე მივა იქ ბოლოში. ასე რომ ეს ალბათ იყო 30 ღვინო, ან რაც არ უნდა ჩაესხათ ამ ადგილის რეზერვუარებში. და ამ ხარესაც კიდევ რამდენიმე. მაგრამ აქაც ეს მანქანა ძალიან დამაინტერესა. არ ვიცი რას აკეთებს ეს. ალბათ ყურძმის საძურია. ან ხო? მგონი ამით ფარავმას. კარგი და მე 100 ატრიალებ ყურძენს. ხო, ისე ატრიალებდნენ, როგორც სარეცხ მანქანაში. ყურძნის სარეცხი მანქანა. საინტერესოა. კარგი. წავიდეთ ბეღელში უფრო შორს. ასე რომ ბეგლის ყველა ნაწილს არ გაჩვენებთ, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი ღვინის წარმოებისთვის გამოიყენება. იქ კიდევ უფრო პატარა კასრები და დოქებია. და აქ ყველაფერი პირდაპირ იმ საქმეს ეძღვნება, რომელიც ალბათ მრავალი თაობის განმავლობაში ჰქონდათ. ეს სასტორებიც კი ძალიან მაგარია. კი, ჯერ კიდევ მუშაობს. არა. ასე ჩანს. მომენტი ნება, გაჩვენო. რასთან გვაქვს დღეს საქმე? შეხედე იმ ადგილს, ეს უზარმაზარი სასახლე. ვაუ, და ჩემთვისაც ასეა. მგონია რომ ეს ადგილი ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ არის განახლებული. ხო, ბევრჯერ, ალბათ. შიგნითაც ნახავ. აქაც კი რაღაც ჯერ კიდევ კიდია გასაშრობად. რა არის ეს? ეთყობა გასაბერი ფლამინგოა ან რაღაც მსგავსი. ხო, ერთ-ერთი იმ გასაბერი აუზისთვის. რაღაცა იმ შვილიშვილებისა, ალბათ, ხო. რომლებიც აქ მოდიოდნენ. ეს ადგილი მშვენიერია. ხო, და ამ ადგილის გარეთაც უბრალოდ ძალიან ლამაზია. დამიჯერე დრონის კადრებში საოცრად გამოჩნდება. მეც ასე ვფიქრობ. ხო. მათ კიდევ წყლის რეზერვუარიც აქვთ. თავიდან მეგონა რომ შადრევანი იყო, მაგრამ ეს შადრევანი არაა, ხომ ასეა? ბაღის უკანა მხარესაც იყო რაღაც, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. აქ ეს კედელია და შუაში კარია. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს იყო რაღაცა გვირაბის სისტემა, რომელიც აქ ქვეშ გადიოდა. მაგრამ ალბათ რაღაც სხვა დანიშნულებაც აქვს. არ ვიცი, ღვინის წარმოებისთვის არ არის. რა, ეს? ხო, არა. ეს უბრალოდ. თუ იქ იყურები, ეს რაღაც სახის ცისტერნა, ხო, ძალიან მაგარია. სასახლისთვის წყლის მარაგები აქ ინახება. ამჟამად. ეს უბრალოდ ძალიან საზიზღარია, მაგრამ კი, საკმაოდ ფუნქციონალურია, მაინც ზუსტად, ეს მშვენიერი. კარგი, მოდით შევიყვანთ შიგნით. ამ სასახლეში არის ძალიან განსაკუთრებული ნაწილი და ეს უდაოდ ის ზედა ნაწილია იქ. რაღაც რასაც ვიდეოს ბოლოს გაჩვენებთ, მაგრამ მგონია რომ ეს ნაწილი ამ სასახლეს მოგვიანებით მიაშენეს. მგონია რომ სახურავზე მოგვიანებით რამის მიშენება ძალიან რთულია. ამიტომ არ ვიცი. ვიდეოს ბოლოს რასაც გაჩვენებთ არის ის, რომ შეგვიძლია შიგნითაც შევიდეთ და ასე ვთქვათ, ლამაზი ხედი დავათვალიეროთ ამ ადგილიდან, მაგრამ ეხლა მოდით სასახლის შიგნით შეგიყვანოთ. ამ ისტორიის ცენტრში მყოფი ადამიანი იყო ლუჩიანო, რომელიც დაიბადა 1925 წელს. წლების განმავლობაში ის მედიცინის სფეროში მეტად პატივსაცემი ფიგურა გახდა. გახსნა რამდენიმე აფთიაქი და თავის ცხოვრების დიდი ნაწილი კვლევას მიუძღვნა. მისმა საქმიანობამ მას არაერთი ჯილდო მოუტანა და ამ ადგილობრივ საზოგადოებაში მის სახელი ფართოდ ცნობილი და პატივსაცემი გახდა. მაგრამ ლუჩიანომ ეს ცხოვრება მარტო არ ააგო. თავის ცოლ ემასთან ერთად მან ამ სასახლეში დიდი ოჯახი გაზარდა და ისიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მის კვლევებსა და საქმიანობაში. მედიცინის გარდა ოჯახმა კიდევ ერთი მემკვიდრეობაც გააგრძელა.
საუკუნეების განმავლობაში მათი წინაპრები ამ რეგიონში ღვინოს აწარმოებდნენ, სასახლის გარშემო ვენახები კი მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ლუჩიანომ თავისი საქმიანობა სიბერემდეც გააგრძელა. ინარჩუნებდა როგორც აფთიაქებს, ასევე კვლევებს. მაგრამ 2015 წელს სამწუხაროდ გულის დაავადების გამო გარდაიცვალა. სასახლე და თავისი ხანგრძლივი ოჯახური ისტორია უკან დატოვა. და ამ სასახლეს უბრალოდ კარი ფართოდ აქვს გაღებული. ხო, ყველაფერი ღიაა და თითქოს აღარავის აინტერესებს ეს ადგილი. არა, ეს საკმაოდ უცნაურია. ჩვეულებრივ ასე უბრალოდ ვერ შეხვალსადმე. ფანჯრიდან ან რამე მსგავსი და უნდა შეხვიდე, მაგრამ აქ უბრალოდ ასია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ხო, პირველი ოთახი ცოტა გადავსებულია, როგორც ხედავთ. ოთახი მაშინვე ჩანს. მის გვერდით კი უკვე ულამაზესი შედევრი. ეს არის ერთგვარი დასასვენებელი ოთახი უკანა კარის გვერდით. რა თქმა უნდა, ლამაზი ავეჯით და ჭერზე ჩამოკიდებული შანდალით. იტალიურ ადგილებში ყოველთვის არის ჩანდალები და მე საოცრად ლამაზად მეჩვენება. ეს ნამდვილად ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი შანდალი ვიპოვოთ, ხომ ასე? ნამდვილად, განსაკუთრებით ეს მინის შანდალები. ხო, საფრანგეთში ისინი ყოველთვის ოდნავ განსხვავებულია ამათგან. ზუსტად. ესენი ნამდვილად იტალიურია. და ძალიან მომწონს ზედა ნაწილი. როგორც ჩანს, ეს თაბაშირის ორნამენტი უნდა იყოს, მაგრამ აქ შეღებილია, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. სხვა ქვეყნებში ყოველთვის არის ჭერის კარნიზი. ხო. და აქ ყოველთვის საღებავია. თვითონ საღებავსაც კი აქვს ჭრილები. ხო, ანუ სწორედ ამიტომ ესეთი ნამდვილი ჩანს. თითქოს სინათლე ამ ფანჯრიდან მოდის აქეთ. ზუსტად. ხო, მოდი აქედან დავიწყოთ, ამ ხარეს. აქ პატარა უჯრა ან საბუღალტრო მაგიდაა. მაგრამ უკვე ხედავთ ძალიან საინტერესო ნაწილს ამ სასახლის ისტორიიდან და ეს ლუჩიანოსგან არის. ის იყო ფარმაცევტი და ეს ალბათ ერთ-ერთი მისი ნივთია, რომელსაც მედიკამენტების დასამზადებლად იყენებდა, ვფიქრობ. და კიდევ იქით, სავარაუდოდ, მისი ცოლის ფოტო გვაქვს ერთ-ერთ შვილიშვილთან ერთად. შეიძლება ეს გავხსნა? გატეხილია. ეს სრულიად გატეხილია. შიგნით არაფერი. და ფოტოს გვერდით გვაქვს ეს პატარა დასასვენებელი სივრცე, მხოლოდ 2 დივანი. სინამდვილეში მგონია, რომ ეს მთელი ოთახი უბრალოდ დასასვენებელი სივრცეა. ეს გაფუჭდა. ხო, მართალია, მაგრამ მაინც ლამაზია. ხო, ძალიან მოგწონს, დიზაინიც გვიყვარს. და ისიც ძალიან მოგწონს, მე ძალიან მომწონს. ეს ხალხი მათ უბრალოდ იმდენი ოთახი ჰქონდათ თავიანთ სასახლეში. ხო და ეს ცოტა უკან დავიხევ. ეს უბრალოდ ისეთი ოთახია, სადაც მხოლოდ ჯდომაა შესაძლებელი და სხვა არაფერი. ასევე უკანა კარი აქვეა, ასე რომ მოლოდინის ადგილს გავს. გულისხმობს ზაფხულში, როცა კარები ღია, აქ შეგიძლია დაჯდე, ძალიან კარგი იქნებოდა. შეგიძლია ჩრდილში დაჯდე ან რამე მსგავსი გააკეთო. ესეც ლამაზია. და ისევ, ეს არ არის თაბაშირის დეკორი, არამედ უბრალოდ ეს ლამაზი ფერწერაა. მაგრამ იტალიაში ეს ისეთი უცნაური და საინტერესოა. ზოგჯერ ისინი ნამდვილია, ზოგჯერ ყალბი. მუდმივად ეჭვში გტოვებს. ეს დამოკიდებულია. ალბათ ასეა. ეს ასევე დამოკიდებულია ხარჯებზე, რადგან დეკორატიული ბათქაშის სამუშაოები როგორც წესი უფრო ძვირია და ეს ნახატები ცოტა უფრო მისაღებია. მაგრამ ეს უზარმაზარი ჭერები, ეს ფრესკები, ისინი მართლაც ძვირია და განსაკუთრებით მათი მოულა ან შეკეთება. მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ თუ ასეთ სასახლისთვის ამდენი ფული გაქვს, მაშინ ცოტაოდენი ჭერის კარნიზისთვისაც გეყოფა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასევე დიზაინის არჩევანია. შეიძლება ხო, მართალია ეს გემოვნების საკითხიცაა, მე უფრო ნახატები მომწონს სინამდვილეში. ცარიელი. მაგრამ კი, ალბათ შეამჩნევთ, რომ ამ სასახლეში ყველაფერი უფერული მოგეჩვენებათ. კედლები, მაგრამ საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე საღებავი გადაუსვეს. მაგრამ რამდენიმე ოთახში მაინც გაჩვენებ. ზუსტად, ეს უბრალოდ გვერდითი ოთახია, სათავსო. არაფერია განსაკუთრებული. არა. მაგრამ შემდეგ სასახლის სამზარეულოს შევდივარ და სინამდვილეში ძალიან საინტერესო სამზარეულო. გულისხმობ? არა. ხო, გულისხმობ. ცუდი არა. ცუდი არა, უბრალოდ ცოტა თანამედროვეა. მაგრამ მე ამას ძალიან იტალიურს უწოდებდი. უნდა თქვა. ხო, ეს მართალია. და მგონია, რომ აქაურობა საცხოვრებელი ჩანს. დიახ. იგრძნობა თითქოს ყველაფერი ერთ წამში მიტოვებული აქ. თითქოს ყველაფერი ისევ აქა, საჭმელი ისევ მაგიდაზეა, ჭურჭელი ისევ თავის ადგილზეა. აქაც კი ყველაფერი უბრალოდ ასეა მიტოვებული. ეს შემთხვევითი ნივთები, ხო? ღვინის ბოთლი. ვფიქრობ, ღვინო. არა, ეს ზეთია, ხო ესეა? ზეთის ხილის ზეთი. ხო, ალბათ
ხო, როგორც ხედავთ, ამიტომაც ვთქვი, მგონია რომ აქაურობა ძალიან ნაცხოვრები ჩანს. ხო, ხედავთ ამ უზარმაზარ საკვამურს აქ. უზარმაზარი. ეს პორტუგალიას მახსენებს. ის კარადები იქ ძალიან რეტრო შეგრძნებას იძლევა. ხო, უბრალოდ ცოტას დავაკაკუნებ და ხალხი მიხვდება რატო ეძახით რეტროს. ხო, ისინი მეტალისგანაა გაკეთებული. ხო, ამერიკულ კარადებს გავს მართლა. დიახ, ზუსტად, ზოგ ამერიკულ სახლში ასეთი მეტალის კარადებია. ხო. ზუსტად. ხო, ეს იყო სამზარეულო. აქ გვაქვს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ოთახი, ჩემი აზრით შესასვლელი ოთახი, ან სამზარეულოს გვერდით მდებარე სასადილო სივრცე, როგორც შეიძლება უწოდოთ. მიყვარს ამ ოთახის მთავარი აქცენტი, ეს ლამაზი რკინის ჭახი. ის მართლაც ძალიან ლამაზია. და ნახე, ამ ოთახს ჭერის კარნიზი აქვს. ეს ნამდვილია. ასე რომ ვფიქრობ, ეს უბრალოდ მათი არჩევანი. ხო, მე ეს უცნაურია. საინტერესო ის არის, რომ კარის ზემოთ აქ ისიც ნამდვილია. ასევე გაქვთ ჭერის კარნიზი, ძალიან ნამდვილი და ძალიან დეტალურია. ასევე აქ არის შაბლონური ნახატები. ასე რომ ერთ ოთახში გადაწყვეტეს დაეხატათ, ხოლო მეორე ოთახში გადაწყვეტეს ნამდვილი გაეკეთებინათ. ანუ ჩვენ ჭალზე ვსაუბრობდით, ერთი რამ რაც ძალიან მომწონს, ეს ფოთლები აქ. ეს უბრალოდ ნატურებს ისე აჩენს, თითქოს რაღაცის ნაყოფები იყოს. ნატურის ელექტრონაწილი დაფარულია. ეს მართლა მაგარია და საყვარელი. ზოგი წიგნი მაგიდაზეა, ზოგი დოკუმენტი დატოვებული. კიდევ წინა ბინდანაც. ემა იყო ამ ადგილის ბოლო მცხოვრები. და ეს ძალიან საინტერესო დოკუმენტია. და ეს ულტრაბგერა. ასე ვამბობ, სწორია? ხო, ბავშვის. ეს არის 1987 წლიდან. შვილი. შვილი. ან შვილი. ხო. თუ ეს 87-ში მისია, ალბათ შვილია, ხო ასე? ხო, ალბათ შვილია. ვაუ. ხო, ჩვენ სასადილო სივრცეში სამზარეულოს ტექნიკა გვაქვს. ძალიან უცნაურია. კიდევ ერთხელ, ძალიან უცნაურია. მაგრამ ვფიქრობ ისინი უბრალოდ აქ გადმოიტანეს, რადგან ზუსტად აქ უკან ბუხარია. ხო, ბუხარი, ხუმელი ან გაზის ბუხარი. და აქ არის ეს ძალიან ტიპური იტალიური გამწვევი. რომელიც არ მუშაობდა ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი შავია. მაინც ცოტა კვამლი გამოდის აქენა. არაფერი საინტერესო. მინდოდა ეს მხარეც მეჩვენები. აქ გვაქვს ძალიან მაგარი სკამი, რომელიც კედელთან დგას და ალბათ ანტიკვარია. ხო, და ძალიან მომწონს, სინამდვილეში ძალიან იტალიურია. მიყვარს ეს ნაკვეთი, დეტალები და სახელურები. ძალიან სუფთაა. კიდევ აქვს განყოფილება, სადაც შეგიძლია შეინახო, მაგალითად, ქურთუკები და ბლედები, სადაც ახლა მხოლოდ. ნაგავია ჩაკრილი. მაგრამ აქ შუაში ასევე გვაქვს ეს თაბაშირის რელიეფი და ეს შეიძლება იყოს ლუჩიანო, ფარმაცევტი. და შემდეგ შეიძლება ყავდეს ემა შვილიშვილთან ერთად. და აქ არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ემა. ამაში დარწმუნებული არ ვარ. ხო, აქ ბევრი დოკუმენტი არ არის. შენ სამით ხარ დაინტერესებული? დიახ, ძალიან. შეგვიძლია ეს გავხსნათ, საერთოდ. დამალულ შესასვლელებს გავს. და მე ამის უკან პატარა საკვების სათავსო გვაქვს. შეხედე ამას. ეს კიბის ქვეშაა. ხო. რამდენიმე კილა, იქ კუთხეში საჭმლის კილებიც კიდევს. ძალიან კარგია. არა, არ არის კარგი. ეს ძალიან საზიზვარია, ძალიან ცუდად გამოიყურება. შეგიძლია რაც გინდა ის თქვა, მაგრამ თუ ასეთი კონსერვირებული საჭმელი გაქვს, ის ყოველთვის კარგ მდგომარეობაში დარჩება. და მეც ვცდი ერთს, არა დღეს, მაგრამ ერთ დღეს ამას გავაკეთებ. არა, შენ გააკეთებ ამას, მე არ გავაკეთებ. გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. არა, არ მინდა მოვხდა. და აქაც გვაქვს შემოსასვლელის საკიდი. როცა ისინი სახლში შემოვიდნენ, გონია რომ ეს ნივთი სკამთან ერთად უნდა იყოს. ხო, ესეა, მაგრამ ეს უცნაურიცა, რადგან ეხლა სასადილო ოთახში ვარ. ხო, მაგრამ ეს არის მთავარი კარი. ეს არის მთავარი კარი. ხო, აქ არ არის შესასვლელი ჰოლი, ან შესასვლელი ჰოლი აქ არის. ხო, შეიძლება, მაგრამ ეს არ არის ადგილი, სადაც სკამებს და ყველაფერს აწყობ. მიყვარს ეს უზარმაზარი საკეტები, გიჟურია. ვაუ. კარგი. დროა ავიდეთ ზევით ამ ლამაზ დერეფანში. მაგრამ სანამ კიბეზე ავალთ, სწორად უნდა გაჩვენოთ. ამ ტრაფარეტული ორნამენტებისა და ჭერის კარნიზის გამო ძალიან ლამაზია და ეს ნამდვილია.
ხო, ეს ოთახი ძალიან მომწონს, მაგრამ ასევე ხედავთ, რომ ეს ნაწილია განახლებულია. პირდაპირ ამ ფანჯარა ჩასვეს და ამოჭრეს. ან იქნებ ეს ფანჯარა აქ უკვე იყო და კარი აქ ქვემოთ იყო. ერთხელ უბრალოდ ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთს შევუხამო. ხო, როგორც გარედანაც ვთქვით, ეს ადგილი არაერთხელ განუახლებიათ. ჰეი, სანამ ზემოთავალთ, გინდა სარდაფი შევამოწმოთ? ხო, ბევრი არაფერი იყო მგონი, მაგრამ ხო. ნახე, როგორ იღება ეს კარი, საოცარია. ის პირდაპირ კედლის ნაწილია. ცოტა დამალულია. ხო, ვაუ. შეხედე ამას. ამ სარდაფს უკეთესი დღეებიც უნახავს. ჩანს, რომ აქ ბევრი კვამლია. რომელიც ამას შევიდა. იგრძნობა თითქოს დილეგში შევდივართ. ხო და მაგარია. ხო. ეს ყოველთვის ის ადგილი იყო, სადაც ეს ოჯახები ინახავდნენ თავიანთ საკვებს, ღვინოს და ყველაფერს, რაც არ უნდა გაფუჭებულიყო. ეს არის თაღოვანი სტილის სარდაფი. ზუსტად არ ვიცი, რომელ წლიდან არის ეს სასახლე, მაგრამ აშკარად მე-17-მე-18 საუკუნეა, თუ სარდაფის აგებულებას დავაკვირდებით. აქ კიდევ დარჩენილია დალუქული ღვინის ბოთლები. ისინი ნამდვილად უსაფრთხოა დასალევად. ხო, ალბათ. Again. სანამ ზევითავალთ, ეს ძალიან იტალიურ თავისებურებაა. კიბეზე მოაჯირის ნაცვლად მათ ჰქონდათ ასეთი თოქი. და ხო, ეს ჩემთვის ძალიან სამეფოს გავს. მართლა მომწონს, როგორ გამოიყურება. ხო, ძალიან მომწონს ეს, ძალიან იტალიური მახასიათებელი. და თვითონ კიბეც ძალიან ლამაზად არის დაპროექტებული. ეს საოცარი. ის შეღებილი არ არის. ყველაფერი ტრაფარეტული ორნამენტებით და ჭერის კარნიზებითაა გაკეთებული და ეს უბრალოდ შესანიშნავი ნამუშევარია. მგონი ადრე აქ ხალიჩაც იყო დაგებული. ო, დიახ, რა თქმა უნდა. ის ახლა აღარ არის. ეს ერთადერთი რამ არის, რაც ამ კიბეებს მონუმენტალურს გახდიდა. დიდებულს და შეიძლება კედელზე რამდენიმე ნახატიც. ხო. მინდა ლამაზი ნახატები, მაგალითად აქ და აქ. მაგრამ ნახატების გარეშეც ეს ხელობის ნამდვილი შედევრი. მართლა ძალიან მომწონს. შემდეგ გადავდივართ სახლის მეორე სართულზე. ვაუ. მინის კარებით შევიდეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანები. ეს სულ სხვა რამეა, ხომ ასეა? აი აქ ვარ. სამწუხაროდ ხედავთ, რომ ეს ადგილი აქ უკვე ოდნავ იბზარება. ის დიდი ხანია მიტოვებული არ არის. არა, ნამდვილად არა. უკვე ეხლა იშლება. კარგი, შევიდეთ ამ ზედა სართულის პირველ ოთახში კიდევ ერთხელ. ეს უბრალოდ დასასვენებელი სივრცეა, უბრალოდ სახლის შიგნით მოსასვენებელი ადგილი. ხო, მართალია და ჭერი ცოტა უბრალოა, მაგრამ მაინც ძალიან ელეგანტურია. ხო. აქ ცენტრალური ელემენტია, მაგრამ ასევე არის ეს ხაზი, ეს კვადრატული ხაზები, რომლებიც არღვევენ გამაროვან ჭერს. ეს მართლაც გამოკვეთს ყველა მრუდს. მხოლოდ წარმოვიდგენ, როგორი დახვეწილი უნდა ყოფილიყო ეს ჭერი თავის დროს. ხო, მართლა შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. ხო, ალბათ სავსე იყო, ყველგან ნახატები და განათებები იყო. ხო, აქ გვერდით რამდენიმე სკამი და დივანია, რამდენიმე წერი. ოდიში, უბრალოდ მინდოდა აღნიშნო, რომ ესეთი ტიპის სკამები ძალიან მომწონს და ეს უკვე მეორეა ამ სახლში. ისინი მართლაც ძალიან ლამაზია. ასევე რამდენიმე წერილი ამ ადგილის ბოლო მფლობელის სახელზე. და რა თქმა უნდა, რა სასახლეა პიანინოს გარეშე. და ესეც ჯერ კიდევ ძალიან კარგად გამოიყურება. მოიცადე რომიდანაა, რომი თუ ფიენცი, იტალიურია მგონი. ისიც წერია შტაინბახი და ეს გერმანულია. არ ვიცი, საკმაოდაა. ეს გერმანული რომია. ფლორენცია, ხო, ჩვენ უკვე გავედით. არ ვიცი. არ ვიცი. როგორ ეძახით ამ ინსტრუმენტს? ტამბურინი. ტამბურინი? ხო, მე მხოლოდ ჰოლანდიურად ვიცი ეს სიტყვა, ინგლისურად არა. კარგი, მაგრამ ეს მართლა ძალიან მაინტერესებს. ო, ეს მართლა ძალიან მაგრად გამოიყურება. ხო, ეს რა არის? არ მოგს წარმოდგენა ეს ხუთი რა არის. ო, შეხედე ამას, ძალიან ლამაზად არის დაპროექტებული. გონია რომ ეს ალბათ დანა ჩანგლისთვისა, ან რაღაც ამის მსგავსი. შეიძლება. ხო, მაგალითად ჩანგლებისთვის, დანებისთვის დის და კოვზებისთვის. ესეთი რამ არასდროს მინახავ.
მაგრამ შეიძლება აფთიაქისთვისაც იყოს. ხო, ზუსტად ექიმის სახლში ვართ, ესე რომ ალბათ ეგ არის. გამოიყურება ისე, თითქოს შეიძლება სამედიცინო რაღაცაც იყოს. ხო, იმიტომ რომ ადრე ყველაფერს ლამაზად აკეთებდნენ. აქ სკამებია, ძალიან ელეგანტური სკამები და აქაც მშვენიერი კარადა. ვაუ, უკეთესი დროებიც უნახავს, მაგრამ ცოტა ცუდ მდგომარეობაში. მე ვფიქრობ, ეს ასევე საბუღალტრო კარადაა, რომელიც ასე იშლება. კი, კარგი. წამოგვევით ამ ოთახში. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საძინებელი სახლში. კი, რა თქმა უნდა. ეს აშკარად სახლის მთავარი საძინებელი. მაგრამ ძალიან მომწონს ეს საძინებელი, განსაკუთრებით კი ეს საწოლი, რომელიც პირდაპირ ჩვენს წინ დგას. მართლა ძალიან ლამაზია. ეს რაღაც განსაკუთრებულია, ამ ჩუქურთმებით და ყველაფრით, ეს უბრალოდ და ძალიან მომწონს ეს პატარა ჩუქურთმები საწოლზე. ეს საწოლის მარხვაც ძალიან ლამაზი დეტალებია. იმ დროს, როცა იკეაში საწოლის საყიდლად არ მიდიოდნენ, ისინი პირდაპირ შეკვეთით ამზადებდნენ ასეთ რამეს. ალბათ შეეძლოთ სხვადასხვა სტილისა და რაღაცების არჩევაც, მაგრამ ხო. აქ შუაში სახეც კი ამოკვეთილია. ეს მარია. ხო. დეტალები მასზე უბრალოდ უნაკოა. ეს მართლაც მასიური საწოლია. ეს არ არის პატარა საწოლი. არა. ეს უზარმაზარია. ძალიან მძიმეა, დიდი საწოლია. ხო, აქაც მინდა გაჩვენო ამ ხარეს. ლუჩიანოს ცოლი იყო ბოლო, ვინც ამ ადგილას ცხოვრობდა და როგორც ჩანს, მაშინაც კი მას უკვე ბევრი მედიკამენტი სჭირდებოდა. ეს სიგიჟეა. საწოლის ტუმბოც კი ლამაზია. აჰა, მართალია. და აგვაქვს ეს შესანიშნავი სკამი. კიდევ აქვს ასეთი ბალიში და ყველაფერი ზედ. ეს ბევრად უფრო ლამაზია. ხო, ასე რომ დაფარულია. შიგნით კი ბევრად უფრო ლამაზია. ხო, ისინი დაფარეს, რომ არ დაეზიანებინათ. ეს არის სკამის ორიგინალური სტილი. ძალიან კარგი. ეს ძალიან ჭკვიანურია. ხო, ეს საფარები მათ უბრალოდ ყველაფრის დასაცავად ატენებენ. ხო, ჭკვიანი ხალხია. და ამ ოთახში არსებული ყველა ავეჯი ერთმანეთს ავსებს. მაგალითად, ეს სარკე, რომელიც აგვაქვს, მართლა ძალიან მომწონს და მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ესეთი არასდროს მინახავს. მიტოვებულია. ეს სიგიჟეა. ხო, მეც სწორედ ეს მინდოდა მეთქვა, რომ მიტოვებულია. როგორც ხედავ, იხრება. 360 გრადუსით ტრიალებს. მაგრამ ფრთილად იყავი, შეიძლება გატყდეს. ცოტა მტვრევადია. და ძალიან მომწონს ის ნაწილი, სადაც სარკე დგას. გონი აქ ფოტო ალბომიც დევს. შეხედე, ეს ნოტრ-დამია. აჰა, ხო. მანამდე, სანამ დაიწვებოდა. სევდიანი. ძალიან სევდიანია. ეს ყველაფერი პარიზია. ვფიქრობ, ვაუ. ეს ერთ-ერთი მათი არდადეგებიდანაა. რა თქმა უნდა, ესენი იყვნენ შეძლებული ადამიანები, რომლებიც ალბათ ბევრს მოგზაურობდნენ. მოსე მიშა. ვფიქრობ. აჰა, აი ისინი. შეხედე ამას. ეს ლუჩიანოა, რომელიც ექიმს გავს. ხო, შეიძლება იქ იყოს. ეს ნამდვილად ეს ქალი არის. ან მისი ქალიშვილი. საინტერესოა, მაგრამ ის გარდერობი ჯერ არ შეგვიხედავს გარდერობში, ისიც შესანიშნავია. დიდი, მასიური გარდერობი, ისევ ლამაზად ნაკვეთი და ზუსტად იმავე სტილში. ვაუ. აქ ტანსაცმელი აღარ არის სამწუხაროდ. ვაუ, რა ნიუტია და ქალის ჩანთაც კი ისევ აქ კიდია. შემდეგ სკამი, რომელიც ისევ ერთ-ერთი იმ ტანსაცვლით არის დაფარული. როგორც ხედავთ, მათ სადეს ავეჯი დაეფარათ. მაგრამ მე ეს პატარა ყუთი დამაინტერესა აქ. შეხედეთ ამას. ეს სრული მოვლის ნაგრებია სავარცხლებით და აქვე იყო სუნამოებიც და ყველაფერი. პატარა სარკეც აქვს. ვაუ. ეს ისეთ საყვარელია. ეს მართლა ძალიან მაგარი ოთახი იყო. შეიძლება ერთი რამ რაც ჯერ არ გვჩვენებია არის ჭახი. ოქროსფერი ჭახი, რომელიც აქ შუაში კიდია. მაგრამ ამ ადგილის ყველა ოთახი როგორც ჩვეულებრივ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ასე რომ შეგვიძლია უბრალოდ აქედან შემდეგ ოთახში გადავიდეთ. შეხედე ამ. აი უკვე შემდეგ საძინებელში ვართ. და ეს ნამდვილად ბავშვების საძინებელს გავს, ხომ ასეა? ხო, გავს, ხო. ხო. მაგრამ შეიძლება იმ შვილიშვილებისთვის, რომლებიც აქ მოდიოდნენ,
შეხედე ამას, საწოლი ისევ გაწყობილია, ფეხსაცმელებიც კიდევ საწოლის წინ. ესენი ბავშვის არ ჩანს. არა, ნამდვილად არა. ასობით წიგნი იყო დატოვებული. ყველა ლამაზად დალაგებულია იქ. ლამაზად. ეს გადაჭარბებულია. ამ ოთახში ავეჯი თითქოს არასწორად დგას, ამიტომ გვაქვს საწოლები. ხო, ისეთი შეგრძნებაა, რომ არა მგონი აქ ხოლმე საწოლები არასწორად. იმიტომ რომ ავეჯი ერთმანეთს უხდება როგორც ხედავთ, ეს მართალია. იმიტომ რომ ამ სახში ავეჯის უმეტესობა ერთმანეთს უხდება. ხო, ეს მართალია, იმიტომ რომ შეიძლება აქ ადრე კიდევ ერთი საწოლი იდგა. საკმაოდ მაგარი ნახატია ბავშვის. ეს ბავშვის ფოტო 1910 წლიდან. ხო. და კიდევ თუ ამ მხარეს შეხედავ, ემთხვევა ხო, ის უჯრა ემთხვევა ტუალეტის მაგიდის უჯდის უჯრას, ემთხვევა საწოლს, ან ემთხვევა საწოლის გვერდით მაგიდას. ხო, ეს ჩვეულებრივ იმ საწოლის გვერდით იდგა იქ, ხო, ასე რომ ესა გადმოიტანეს. დასადებად. ტელევიზორი. ხო. ზემოთ პატარა ჭახი, როგორ ჩვეული იყო. კარგია. მეზობელი ოთახი აქ მართლაც განსაკუთრებულია. მე ვფიქრობ, ეს ყველაზე ლამაზად მოხატული ოთახია სახლში. ეს სწორედ ამ ოთახის გამო მჯერა, რომ მთელი სახლი მოხატული იყო. ხო. რომ ყველა ოთახი ესეთი იყო და არა ისეთი უფერული, როგორიც ახლა. გონი ეს ერთადერთი ოთახია, რომელიც ასე დატოვეს. შეხედე ამას. ზემოთ ნახატები ან ტრაფარეტული ორნამენტები წარმოუდგენელია. ყველა გამოსახავს ინსტრუმენტებს, ფლეიტებსა და საყვირებს. ძალიან მაგარია. ეს ალბათ მუსიკის ოთახი იყო, ასე რომ აზრი აქვს. და ყველა კუთხეში რაღაცა, მაგალითად იქ არფა. როგორც თქვი, ეს უდაოდ მუსიკის ოთახია. ხო. იმიტომ რომ ამ ოთახშიც ფორტეპიანოა. ორი ფორტეპიანო. რატომაც არა? ციგლერი აპარი. ეს გერმანული სიტყვა და მე პარიზიდან იქ ისევ წერია თითქოს, არ ვიცი. ზიგელი. ზიგელერი. ხო, ეს გერმანული სიტყვაა? ეს გერმანული სიტყვა. ხო, ხო, მე ეს სიტყვა არ ვიცი. ეს ცუდია, აწყობიდანაა გამოსული, ძალიანაა აწყობიდან დამასული, აწყობიდან გამოსული. ლამაზი პიანინო. და ამ ოთახში ასევე არის რამდენიმე დივანი. მიყვარს ის დივანი. და ეს ძალიან უმწონს. ანუ დივანიც ძალიან კარგია, მაგრამ ეს ღრმა წითელი და ეს ყვავილოვანი ორნამენტი ძალიან უმწონს. ეს უფრო მომწონს, იმიტომ რომ ოქროსფერია. ხო, ესეც ძალიან კარგია. რა იყო აქ შიგნით? ეს პლედებია და მსგავსი რაღაცები. ჩვეულებრივი ნივთები. და ბუხარი ამ ოთახშიც. ზემოთ ამ ტიპური სტილის საკვამურით. ჩვენ ბევრს ვხედავთ და ეს არის ორიგინალი ბუხარი. და ეს ბუხრის ძალიან ლამაზი საფარია. უნდა ვთქვა, რომ ეს ლანდშაფტი მართლაც განსაკუთრებულია. ეს საოცარია. ხო, ბუხარი ზუსტად იქაა, უკანა მხარეს. უკვე დიდი ხანია არ გამოუყენებიათ. და აი ეს სკამი აქ. ვაუ, ამ სკამის ქსოვილი საკმაოდ კარგია. მართლა ძალიან მომწონს ეს ნაქარგი, ძალიან კარგად არის გაკეთებული. ხო. და ეს როტანის სტილის ზურგის ნაწილი კიდე ძალიან მაგარია. და ხო, უბრალოდ ფერები, ბალიში ისეთი კომფორტული ჩანს. ეს ძალიან კარგი ოთახია. და რა თქმა უნდა, ეს კედლები ძალიან მომწონს, როგორ არის შეღებილი. თუნდაც ეს პატარა დეტალები, ყველაფერი ესე ლამაზად არის გაკეთებული. შეიძლება უკვე ნახეთ კიდეც. აქ არის დამალული კარი, რომელიც კიდევ უფრო შიგნით წაგვიყვანს. შეხედეთ ამას. იღება. მიყვარს ესეთი დამალული კარები მიდოვებულ ადგილებში, განსაკუთრებით სასახლეებში. ყოველთვის აქვთ ასეთი რამ. აი ტუალეტია. ხო, ეს როგორც ჩანს აბაზანა, რომელსაც გავდივართ. ყველაფერი ისევ აქ არის, თუნდაც მათი პირსახოცი ისევ ზევით დევს. აქ კიდევ ერთი ოთახი გვაქვს. ხო, მაგრამ ძალიან არეულად გამოიყურება. ღმერთო ჩემო, შეხედე ამას. ამ ოთახში პირდაპირ ათასობით და ათასობით წიგნია. აქ საწოლია. ხო, ვაუ. ქირურგიული პრაქტიკა. კარგი, ყველაფერი სამედიცინოა. ეს ნამდვილად ის ოთახია, რომელიც ფარმაცევტს ეკუთვნის. შემდეგ, როდესაც სასახლეს ვიკლევდით, ერთი სახელი კлау და კлау ჩნდებოდა იმ დოკუმენტებში, რომლებიც სახლში ვიპოვეთ. ემა. თავდაპირველად ეს მისი ქმრის საქმიანობის გვერდით დგომ უბრალო სასახლედ ჩანდა, მაგრამ რაც უფრო ვათვალიერებდით საბუთებს, მით უფრო საინტერესო ხდებოდა.
სასახლიდან წასვლის შემდეგ ლუკა და მე გადავწყვიტეთ უფრო ხრმად შეგვესწავლა ამ ადგილთან დაკავშირებული კვლევა და რაც აღმოაჩინეთ, საკმაოდ გასაოცარი იყო. ემა ფიგურირებს ჩანაწერებში, მონახაზებსა და მიმოწერებში, რომლებიც დაკავშირებულია აქ ჩატარებულ მრავალ სამედიცინო კვლევასთან. დოკუმენტები აჩვენებს, რომ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ სასახლეში მიმდინარე კვლევაში და ხშირად მჭიდროდ თანამშრომლობდა თავის მეუღლესთან ერთად. თუმცა, იმ პერიოდში მეცნიერების სფეროში მომუშავე ბევრ ქალს იშვიათად ანიჭებდნენ ისეთივე აღიარებას, როგორც მათ მამაკაც კოლეგებს. მე-20 საუკუნის შუა წლებში. იტალიაში მათი წვლილი ხშირად უმეტესად უხილავი რჩებილა რჩებოდა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჯილდოები და ოფიციალური აღიარება ძირითადად ლუჩიანოს სახელზე იყო, თავად ნამუშევარი სრულ ისტორიას გვიყვება. ისტორია, რომელიც აჩვენებს, რომ ეს მემკვიდრეობა ორი ადამიანის გვერდ მუშაობით შეიქმნა. არ ვიცი როგორ ეძინა ამ ადამიანს ამ ოთახში, მაგრამ იმედი მაქვს საწოლი მაინც თავისუფალი იყო, როცა აქ იძინებდა. აქ ზუსტად თქვენ ზემოთ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს ჭერი შეღებილია. მაგრამ ეხლა უკვე თითქმის აღარ ჩანს. უბრალოდ შეღებეს ზემოთ. მთელი სახლი მაშინ შეღებეს. ალბათ თუ ეს ოთახიც იყო შეღებილი, მაშინ კი. აქ არის სარკიანი მაგი და ასობით ბოთლით, რომლებშიც სხვადასხვა ნივთიერებაა. აქ არის ეს ძველი ფარმაცევტული ბოთლები, რომელზეც, ხო, არ ვიცი, ყველაფერი იტალიურად წერია, ვერ ვკითხულობ, მაგრამ ეს ყველაფერი ისაა, რასაც ისინი მედიკამენტების დასამზადებლად იყენებენ. ჰიდროქსილამონიუმ ქლორიდი. ვაუ, კარგი. ეს ნამდვილად ის რაღაცებია, რაც უნდა ვიცოდეთ. რადგან მასზე საშიში ნივთიერების ნიშანია დატანები. ხო, ეს მჟავა. ფენილი. ანალიტიკური ხარისხის ეს. არ ვიცი. ამ ოთახში კიდევ რამდენიმე სურათია დარჩენილი. შესაძლოა ეს კაცი იყოს. შეხედე ამას. ასევე შეხედე ამასაც აქ. შეხედე ამას. მას კი თავისი შვილი უჭირავს, ან ბავშვს. მგონია რომ უფრო შვილიშვილს გავს. შვილიშვილს. ეს ნამდვილად ასია. ლუჩიანო. ეს სურათი 34-დანა. ვაუ, ეს მართლა ძველია. შეხედე ამას. ლაბორატორიის ხალათი აცვია. ხო, ძალიან მაგარია და აქ კიდევ ერთი არის. სუფთა ერთი აქ კიდია, ლამაზად. ახლად გარეცხილი კიდია აქ. ვაუ, ესეთი რამე არასდროს მინახავს. აქ იმდენი ბოთლია, ესეთი რამე არასდროს მინახავს და ალბათ ვეღარასდროს ვნახავ. იქ კიდევ უფრო მეტია. ეს აღარ არის გარდერობი, ეს უკვე წამლების კარადაა. შეხედე ამას. ვაუ, ძალიან დაბალია. ხო, ძალიან პატარა. შეიძლება ამ სკამისთვის ზედმეტად დიდი ვარ. ღმერთო ჩემო, ესენი თითქოს დროის დასაბამიდანაა. შეხედე ამას. ვაუ. ფრთხილად სითხე იღვრება. სითხე იღვრება. დიახ. ალბათ შიგნით რაღაც ტოქსიკურია. კარგი. ეს ყველაფერი ძალიან ძველი ჩანს. და კიდევ ერთი ოთახია, რომელიც ალბათ ასევე საძინებელი იყო. საწოლი სად არის? იქ კუთხეში საწოლია. კი. ეს ძალიან პატარა საწოლი. ძალიან პატარა, მაგრამ ეს ოთახი სრულიად დარეულია. ამ ხალხს იმდენი ოთახი ჰქონდა, ყველაფრისთვის იყენებდნენ. მთელი დერეფანს კი სავსეა წიგნებით, ჟურნალებით და ყველაფრით. უბრალოდ ჟურნალებია ყველაფერი. აქ კიდევ ერთი კარია. ვაუ, რა ბევრი გაზეთია. ასობით და ასობით გაზეთი აქ დალაგებული. შეხედე ამას. მოდით ერთს გადავხედოთ. ეს არის 1996 წლიდან. ეს არის მსოფლიო, ასე წერია. ფრანგულადა. ესენი ყველა ფრანგულია. ინგლისურები აქ გვაქვს, უმეტესობა ფრანგულია. კარგი, ეხლა სრულიად სხვა ნაწილში შევდივართ. ხო. ასევე ჩანს, რომ ესეც ახალი ნაწილია. მართალია და საძინებელიც ძალიან ახალი ჩანს. შეხედე ამას, აბაზანაც კი და ყველაფერი. შეხედე ფერს. ეს ჯერ კიდევ მუშაობს. გნახე როგორ ამოწმებდი მეორეს. აბა, რატომ არის ასე? შეიძლება იმიტომ რომ მილები. ისინი უბრალოდ დაჟანგებულია. საზიზღრობა. ამ ადგილას წყალი ჯერ კიდევ მოდის. შეგიძლია წარმოიდგინე. ეს კიდევ ერთ საძინებელია. ეს გავს ერთ-ერთ ბოლო საძინებელს, სადაც ცხოვრობდა. უდაოდ. ძალიან ახალია. ბუღალტრული მაგი და აქ არის, ძალიან ახალი, ხო? ეს სკამი კი მაგარია.
ხო, ეგ მართლა ლამაზია. მაგრამ დანარჩენი უბრალოდ ისეთია, როგორც კუთხეში მდგომი ტყავის სკამი. ეს სკამი ძალიან ნახმარებით გამოიყურება. ასე რომ ალბათ ამ ნაწილს ოდესღაც გაარემონტეს საცხოვრებლად. და აქ კიდევ ერთი საძინებელი გვაქვს აქ. ასევე ჩანს, რომ ეს ერთ-ერთი ბოლოა, რომელიც გამოიყენებოდა. საწოლზე ჯერ კიდევ ფულის გროვაც კი ყრია. 1 და 2 ცენტი. ხო, არაფერი ღირებული. მონეტები, რომლებსაც ხშირად არ ვიყენებთ. ეს აბაჟური აქ რატო დგას? ხო, ალბათ აქედან ჩამოვარდა. რა თქმა უნდა. სასაცილოა როგორ ჩამოვარდა და მერე საწოლზე ეგდო. მაინც ცუდად გაკეთდა. ძალიან მარტივია. ძალიან მარტივი. შეხედე ამას. ტოშიბა. მათ კომპიუტერიც კი აქ არის ჯერ კიდე. არა, აღარ ირთვება. ეს ძალიან ძველი კომპიუტერი. ამ ადგილას სიურპრიზებიც არის? ხო, ბევრი სიურპრიზია. კარგი, გადავდივართ ამ ადგილის შემდეგ სართულზე. კიდევ ერთხელ დერეფანი ისევ მსგავსია, მაგრამ ეხლა ცოტა უფრო დაბალი. ხო, კიბეები რაღაც მიზეზით უფრო დაბალი ხდება. კარნიზი მოულოდნელად წყდება და მე ხვდებით რომ სხვენში ვარ. ეს ამ ადგილის სხვენია. კარადები, სადაც ისინი ინახავდნენ ყველა საწოლის თეთრეულს. ხო. ყველაფერი აქ ინახებოდა. მოდით უბრალოდ გავიაროთ სხვენში. არ უგონია ეს ოთახი იყოს. არა. დიდი არაფერია. აი აქა, მინდა გადასასვლელზეც გადავიდე, რადგან მგონია რომ იქაც შეგვიძლია წასვლა. მეორე მხარესაც აქედან. არის აქ რამე? შენს გრძნობს უნს? ხო, მეც ვიგზავნისუნ. მოდით, აქ კიდევ წიგნები დავამატოთ. ხო, ისევ გრძნობს უნს. ალბათ აქედან, სხვენიდან მოდის. ძმაო, ამ ოთახიდან არაპირებ გასვლას? ეს ოთახი გიჟურია. ღმერთო, შეხედე ამას. ვიფიქრეთ, რომ ქვემოთ ბოთლები დავინახეთ, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. ალბათ ეს ის ოთახია, სადაც თავის ქიმიურ საქმეებს აკეთებდა. ქიმიას და ამზადებდა. ხო, ეს მოწყობილობა აბების ბოთლების დასამზადებლად. აქ ჩაკრი კაფსულებს და მერე აგდებ ნივთებს და შეგიძლია აბების ბოთლები გააკეთო. ეს ადრე დოკუმენტურ ფილმში მინახავს. ესენ დიდი ბოთლებია, შეხედე ამას. ეს გერმანულია, გერმანულადაც წერია. რამდენიმე ენაზეა დაწერილი. ფორმალდეჰიდი. მეთანოლი, ეგ საშიში რამეა. ალკოჰოლი, სუფთა ალკოჰოლი. რამდენი ბოთლია? ალბათ ქიმიკატებიც კი, რომლებიც აქ არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, დატოვებულია. ამ მხარეს არის ასეთი დიდი თეთრი რაღაცები, რომლებიც სავსეა. ჟავა, ბევრ მჟავას ვხედავ, კარბონატს, კალციუმი, ლაქტოზა, ყველაფერი რითაც წამალს ამზადებენ. აფთიაქის ეტიკეტები. ამას არ ვაჩვენებ, რადგან აფთიაქის სახელი აწერია. მაგრამ ესენი იმ წამლის ეტიკეტებია, რომელსაც ისინი ამზადებდნენ. ზუსტად, ისინი აწებებდნენ ეტიკეტებს ხუთებზე და აგზავნიდნენ აფთიაქებში. ანუ ამ ხალხს ან აფთიაქი ჰქონდათ, ან აფთიაქებისთვის ამზადებდნენ წამლებს. და ახლა მინდა გავიგოს, საიდან მოდის ის ხვინის სუნი? აქ გარადაშიც კიდე უფრო მეტია, რა თქმა უნდა. აქ პირდაპირ რამდენიმე ასეული ბოთლი კიდევ დარჩენილია. სტეტოსკოპიც კი აქ კიდია და მართლა ძალიან მომწონს ეს ძველი სტილის ბოთლები, ძალიან მაგარია. იქ კიდევ წიგნებია, მაგიდის ზონას გავს. აქ კიდე კომპიუტერებიცაა. აქ კომპიუტერებია? ვაუ. გონია რომ ამ მთელ ზედა სართულს იმ ბიზნესისთვის იყენებდნენ. ხო, დიდი ალბათობით. სუნი უფრო ძლიერდება. აქ არის. ამ ადგილას სხვენში ღვინის მარანი ჰქონდათ. და არც კი არიან ისეთი ძველი. 2010, 2009 და 2011. ისინი ალბათ ჯერ კიდევ მთლიანად სავსეა ღვინი. ხო, ნახე ეს
ხო, კიდევ ერთი ადგილია, სადაც უნდა წაგიყვანოთ. ეს სასახლეა და ეს ის უზარმაზარი კოშკია, რომელიც დასაწყისში ვნახეთ. აი აქ ზემოთ. და თუ არ ცდები, აქედან უნდა იყოს გზა. ვაუ, ეს ძალიან მოგეწონება, ძალიან მოგეწონება. გეწონება. შეხედე ამას. კოშკი. სასახლის თავზე. რომელიც პირდაპირ გადახურებს აქაურობას. ეს სახლისთვის მართლაც ძალიან მაგარ დამატება. ხო, ეს ძალიან უწევს. უბრალოდ ვფიქრობ, რატომ გააკეთეს ეს? ალბათ მხოლოდ ესთეტიკისთვის. ალბათ, მაგრამ მე დიდის ყავას აკლევდი. ამ შესანიშნავი ხედით, მადლობას გიხდით ყველას ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის. ეს იყო დაუვიწყარი აღმოჩენა, მაგრამ ფარმაცევტი, მედიკოსი და მთელი ის ისტორია, რაც მას უკავშირდება, მართლა ძალიან მომეწონა. იდალია აქამდე ძალიან კარგად გვექცევა და ამ ქვეყანაში მოგზაურობა მართლა ძალიან მომწონს. აუცილებლად დაუბრუნდებით. მადლობთ ყველას ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის. თუ მოგეწონათ, მოიძონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კარგი კომენტარი კომენტარების სექციაში. ასევე გადახედეთ მულს, სადაც ნახავთ, როგორ შეგიძლიათ ხარი დაუჭიროთ არხს და დაგვეხმაროთ სოფლიოს გარშემო მოგზაურობაში. და ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან მიყვარხართ ყველა. მომავალ კვირას შევხვდებით კიდევ ერთ გიჟურ ეპიზოდში. ნახვამდის, მიყვარხართ.